სახელითა მამისათა და აზისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, განვლილ დღესასწაულს, იმიტომ რომ წინა კვირას, უпроსორედ წინა დღეს იყო დავით აღმაშენებლის ხსენება. ეხლა კიდე სახარება წავეკითხეთ მეზორეს და ფარისევლის. აი ეს მომენტი. დღესასწაული რატოა და რატო გვაქვს სიხარული? აგერ უკვე იგალობება, სწრაფ განმიხენ სინანულისა ბჭენი. ნამდვილად ესეა. თუ გსურს რომ სასופველი დავამკვიდროთ ერთმანეთის განკითხვას, ერთმანეთზე ცილის წამებას, თუ ჭორაობას, ზურგს უკან ლაპარაკს ადამიანო თავი უნდა დაანებოს. ღვთისმოწყალებით გვეძლევა დრო, დიდ მარხვის პერიოდი, რომ კიდევ შეიძლება შევიგრძნოთ, დავინახოთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც არის სინამდვილეში და არა ისეთი როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია. საკუთარ თავზე ხო ყოველთვის დიდი წარმოდგენისანი არიან ადამიანები. ჩვენც ადამიანები ვართ. ამიტომაც ვდგება როიტყვიან კიდევ უფრო გამორჩეულად და გამოჩინებულად საკუთარ თავთან ბრძოლის და საკუთარი თავის განხილვის დრო, დიდი მარხვა გვიახლოვდება. მეზორე და ფარისეველი შევიდა ორი ადამიანი ტაძარში სალოცავად. ერთი იძახის არ ვარ ღირს ის ცადავიხილო და თავდახრით ვერც კი ბედავს რომ მივიდეს და მიიახლოს. და მეორე კიდე დგას და იძახის ყველაფერს ვაკეთებ რაც რომ მითხარი და არ ვარ ისეთი როგორიც აი ეს მეზორე არის. რადგან იმ დროს მეზორეები ძალიან ასე ვთქვათ არ უყვარდა ხალხს. რადგან ანგარება ძლევდა მათ და იმაზე მეც თხოვდნენ მოსახლეობას ვიდრე დადგენილი იყო. მაგრამ გამართლებული გამოვიდა ის ფარისეველი, რომელიც თავის შეცდომას ხედავდა და თავის თავს ამხელდა და თავის თავს განიკითხავდა და ამ განკითხვით შეაგონებდა რომ შეეცვალა თავისი ცხოვრების წესი. ისე გვიდგება დღეს ჩვენ ეს პერიოდი. უნდა შევცვალოთ ჩვენი თავი, ცხოვრების წესი. დღეს უამრავი განკითხვა გვესმის ერთი მეორის, ლანძღვა გინება, უშორი სიტყვა აღარ არის გარჩევა დედაკაცისა და მამაკაცისა. ყველა ერთნაირად განიკითხავს, ილანძღება და უშორი სიტყვით საუბრობს. წმინდა მამები ამბობენ, სახარებაშიც წერია, უკვე თუ თვალი შენი ბნელი იყოს, მაშინ შინაგანი მთლიანად ბნელია და თუ ნათელი, მაშინ შიგნით სინათლე გაქვს. და სინათლე რა არის? უფალმა თქვა, მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც შემომიდგეს მე, ის არ დადიოდეს, არ ვიდოდეს ბნელსა შინა. ესე იგი, ნათელი სულში არის ქრისტეს სიყვარული და ქრისტეს მცნებებით, თუნდაც სურვილი, ქრისტეს მცნებებით ცხოვრებისა. აკი ხშირად ვამბობთ, სახარებიდან გვაფრთხილებენ. ცხონდება არა ის, ვინც რჯულს ისმენს, ან იცის, რჯული რა სიტყვის. ცხონდება ის, ვინც რჯულისაებრ იქცევა. გაქვთ სიყვარული, ესე იგი რჯულისაებრ იქცევით. ხოლო სიყვარული ეს იზალა, რომელიც ყველანაირ ბოროტებას ძლევს და დაამარცხებს. ამიტომაც ეს მარხვის დასაწყისი და პირველი, თუ შეიძლება ითქვას, შეძახილი, მოძახილი, რომ აი სწრაფო განმიხვენ სინანულისა ბჭენი გვეკუთვნის ჩვენ საკუთარი თავის შეცნობისა და დანახვისათვის. ამას შემდეგ დაემატება უკვე მარხვაში და ცოტა ხნით ადრე მარხვამდე ეფრემ ასურის ლოცა. ეუფალო და მეუფეო, მომეცმე გაჟაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ზე ყველაფერი იმისკენ არის მიმართული ეკლესიის სწავლება თუ შეგონება, რომ თუ გსურს დავიმკვიდროთ ზეცა უფალთან ახლოს ვიყოთ, მაშინ გმართებს. არა სხვისი ცოდვების შემჩნევა თუ დანახვა, განკითხვა, არამედ საკუთარი თავის, საკუთარი ცოდვის მიმართ დაუნდობელი განკითხვა, გამოძიება, დაუნდობელი როიტყვიან ჯოხის ცემა.
და იყვნენ მამები და დღესაც არიან მამები, რომლებიც საკუთარ თავს არ პატიობენ ერთ პატარა ფიქრს, აზრს, არათუ საქმით რაიმე ჩადენილს. ბოროტი ფიქრისთვის, ღვთისთვის არ მოსაწონი ფიქრისთვის თავის თავს დაუნდობლად ჯოხით სცემენ და ლოცვით ევედრებიან. ვმადლობ ღმერთს იმ მოწყალებისათვის, რომელსაც ყოველწლიურად გვიგზავნის მარხვის, თავშეკავების და ეს თავშეკავება არაა მხოლოდ საკვები. თავშეკავება ფიქრსა და გონებაში, რომ ბოროტი არ ვიფიქროთ, გულში არ ჩავიდოთ, იმიტომ რომ ვიცით უფლის სწავლებიდან და მამათა განმარტებიდან, რომ ბოროტი აზრისაგან ბოროტ საქმემდე ერთი ნაბიჯია, უფრო სწორედ კიდევ უფრო პატარა. ამიტომაც ყველა ბოროტი ფიქრი უნდა ვეცადოთ ამ მარხვაში მაინც რომ განვაგდოთ, არ მოусმინოთ, ან თუ მოусმენთ ჩვენ დაუნებურად შემოვა ჩვენ შიგნით და გვაშფოთო, სხვა მაღლა მაინც არ უნდა ვთქვათ. კეთილ სიტყვას და სიყვარულს შეუძლია ბოროტი მოაქციოს, ეშმაკეული გამკურნოს, ხოლო ბოროტ სიტყვას და გამკითხულ სიტყვას შეუძლია კეთილი ადამიანიც, ღვთისმოყვარული ადამიანიც კი მდგომარეობიდან გამოიყვანოს და დააკარგვინოს ის გზა, რომელიც გზითაც მართლად დადის. მე ვცხოვთ, რომ ჩვენ შორის, ჩვენ შიგნით თუ არის ფარისეველი, ღვთისძალით განიდევოს და უფალი სახარება შეამოს, მოდგმა მემრუ შეეძიებს სასწაულს და ეს მოდგმა ვერ გადარჩება მარხვისა და ლოცვის გარეშე. იწყება გვიახლოვდება მარხვა. მე ვცხოვთ, რომ ჩვენი სული შეამზადოს აღმატებული განძის სიკეთის მისაღებად სასუფევლისათვის. ამისათვის ამ ხილულ წუთის სოფელში გვმართებს სულიერი და ფიზიკური შრომა. და ღმერთი ჩვენზე მოწყალია, განსაცდელს გვიგზავნის, რომ დაგვამდაბლოს. და განსაცდელს გვიგზავნის, რომ გვასწავლოს შეცდომებისთვის რისხანება და თავის მოწონებით ლაპარაკი კი არ გვმართებს, არამედ დაფიქრება თუ რატო მოხდა და რატო დაუშვა ღმერთმა ეს ჩვენზედ. მხოლოდ ერთისთვის საკუთარი თავი დაგვანახოს და უკეთესად გვაქციოს. დიდება და მადლობა ღმერთს, დავით აღმაშენებლის ხსენება იყო გუშინ. მეფე, რომელიც 16 წლის ავიდა ამ დიდი პასუხისმგებლობის ტახტზე, გვირგვინი დაიდგა ეკლიანი, მაგრამ ბრწყინვალე. და იშრომა სულიერად და ფიზიკურად, რომ ქვეყანა იმ ძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანა. და მან შეძლო ეს. მან ეს შეძლო მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთი შეეწეოდა და ვის შეეწევა ღმერთი? მის მოყვარულს. გახსოვთ ეს ეპიზოდი მის ცხოვრებიდან. წმინდა წერილის კითხვა უყვარდა, 60 კილოს წელიწადში რამდენჯერმე კითხულობდა და ერთხელ ბრძოლისას, როდესაც კითხვით გაერთო, ისე მიუახლოვდა მტრის ადგილსამყოფელს, რომ ვერც კი შენიშნა და მხოლოდ ბრძოლით გამოიკვლა იქიდან გზა. და მეფე, რომელიც დიდ სახელოვან საქმეებს აღასრულებდა, ბოლოს, როგორც ერთი ჩვენთაგანი მონახთისა დგას და ახსარებას ამბობს. გალობანი სინანულისანი. და იქ ამბობს, რომ ყველა დიდი საქმე და ფიქრი უცბად გაქრება. ერთი მდინარე მეორეს შევრთე და თევზი ერთი მხრიდან მეორე მხარეს მდინარეში ჩავსხე. და ყველაფერი ვაშენე, ბაღი ვენახი დავნერგე, მაგრამ როდესაც დგება ჟამი ხორცისაგან სულის გაყრისა, მაშინ შემიწყალე უფალო. ამინ, იყოს ესე. მარხვისთვის ემზადებით და ღმერთს ვთხოვთ, საკუთარი ცოდვათა განცდა იმოგცეს და არა განკითხვა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენთან არის ღმერთი.